სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარული კლინიკის აშენება იგეგმება, რომელიც 300,000-მდე ლარი დაჯდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა მაკა ბერიძემ ჩვენს რედაქციასთან ისაუბრა. მისივე თქმით, კლინიკის გახსნა ზაფხულში იგეგმება. ბერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გივი მიქენეძე უნივერსიტეტში იმყოფებოდა და 9 მილიონად შეძენილი ლაბორატორიული და კლინიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. კლინიკის მშენებლობისთვის გამოიყო დამატებითი დაფინანსება. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაფინანსება გამოყოფილია. პირობა ასეთია, ზაფხულში უნდა გავხსნათ ვეტერინარული კლინიკა. გივი მიქანაძის უნივერსიტეტში სტუმრობის შესახებ ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა და მას შემდეგ გავიგეთ, რაც სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა უწყება რეგიონში ვიზიტს ადგილობრივი მედიის გარეშე აორგანიზებს. რაც შეეხება ლაბორატორიას, მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარჩვევების, ჰისტოპათოლოგიური, ანესთეზიოლოგიისა და რეაბილიტაციის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის, ასევე კლინიკური უნარჩვევების ლაბორატორიები მოეწყობა. 9 მილიონი ლარით დაფინანსდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი აღჭურვილობა, ლაბორატორიული აღჭურვილობა და არა მხოლოდ უშუალოდ ლაბორატორიული, არამედ კლინიკური აღჭურვილობაც. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 3 ლაბორატორია გაიხსნება ვეტერინარიის მიმართულებით და შესაძლებლობა გვექნება, რომ კლინიკა გვქონდეს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამა 5 წლის წინ ამოქმედდა. მაკა ბერიძის თქმით, გადაწყვეტილება ვეტერინარების დეფიციტის გამო მიიღეს. სწავლა 5 წლიანია და კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სამაგისტრო სტატუსი ექნებათ. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვეტერინარიის პროგრამაზე 89 სტუდენტი სწავლობს. სწავლა უფასოა.